რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 16-17 ოქტომბერს მილანში აზია-ევროპის ფორუმის ფარგლებში გაიმართება. ვლადიმერ პუტინისა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. უკრაინის კრიზისი დასავლეთისთვის კვლავ აქტუალურ თემად რჩება. უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთი მუშაობას განაგრძობს. ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის პარიზში გამართული შეხვედრისას. ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო არასოდეს აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ლეგიტიმურობას. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მინსკის შეთანხმების შესახებაც ისაუბრეს. ვაშინგტონისა და მოსკოვის პოზიცია ამ მხრივ ერთიანია, შეთანხმება სისრულეში უნდა მოვიდეს. ჩვენ და ბატონი კერი საომარ ვითარებაში ჩართულ მხარეებს არ წარმოვადგენთ. უკრაინის კრიზისის მოგვარება მხოლოდ კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი. სწორედ ამას გულისხმობს მინსკის პროცესი. 15 და 19 სექტემბერს მინსკში მოხდა შეთანხმება კიევის და ამოხებულების წარმომადგენლებს შორის, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას და პოლიტიკური დიალოგის დაწყებას. ბატონი კერი სრულად უჭერს მხარს მინსკის შეთანხმებას. ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და მინსკის 5 სექტემბერს დადებული 12 პუნქტიან შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. სამოქმედო გეგმის შემდეგი ნაბიჯები მილანში განიხილება, სადაც რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა იტალიაში აზია-ევროპის ფორუმის ფარგლებში გაიმართება. კრემლის პრესსამსახურის განცხადებით ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრის ფორმატი და თემები უცნობია. ფორუმი აზია-ევროპა მილანში 16-17 ოქტომბერს გაიმართება. პარალელურად კი ქვეყნის აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ლუგანსკში დღეს 100-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან საბრძოლო შეტაკებების ადგილთან მიახლოება ვერ ხერხდება. ოპერატიული მონაცემებით ბოევიკები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადაადგილებას ახდენენ მარიუპოლში, ავდიევკაში, ლისიჩანსკსა და ლუგანსკის ოლქებში. ეს ტერიტორია კი უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლირდება. უკრაინის ქალაქ მარიუპოლში კი გლოვის დღეა გამოცხადებული. გუშინ მარიუპოლის რაიონში მდებარე სოფელ სარტანში ბოევიკების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაიჭრა 18 მშვიდობიანი მოქალაქე. ბოევიკებმა სოფელში რამდენიმე ნაღმი ისროლეს. ერთ-ერთი ნაღმი იმ ადგილას აფეთქდა, სადაც სამგლოვიარო პროცესი მიმდინარეობდა.